გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ, ამ დროიდან კი ტრადიციულად გისმენთ თქვენ ნომერზე 557-45-58 ნებისმიერი თქვენი შეფასება მნიშვნელოვანია ობიექტივისთვის. ინტერაქტივის შეკითხვა დღეს იქნება ასეთი. თქვენი აზრით რა განაპირობებს საქართველოს წარუმატებლობას საერთაშორისო ასპარეზზე? ამ კითხვას ვსვამთ იმიტომ, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირველად საქართველოს არ მიიწვიეს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან იქ და სხვები აგრეთვე. ტრამპის მშვიდობის საბჭოზე საქართველოს არ მიიწვიეს, რომელშიც მონაწილეობენ მაგალითად ვიმეორებ ისევ აზერბაიჯანი და სომხეთი და ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება ის, რომ საქართველოს უფრო და უფრო იზოლირებულია საერთაშორისო მსოფლიოს მხრიდან. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს, მაგალითად აზერბაიჯანი არ ითვალისწინებს საერთაშორისო ჩარევებს და მართავენ ასე საკუთარ სახელმწიფოებს, მაგრამ ისინი მსოფლიოში მაინც ახერხებენ იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან საინტერესო ფორუმზე თუ ღონისძიებაზე იყვნენ წარმოდგენილი და საკუთარი ინტერესები გაიტანონ იქ. საქართველოს ამას ვერ ახერხებს. ჩვენ სუვერენიტეტი ბუნებრივია გვინდა, ისეთივე სუვერენიტეტი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩაკეტვაც არ გვინდა საერთაშორისო თვალსაზრისით. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ინტერესების გატანაა მნიშვნელოვანი, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდნენ და მათ განაცხადეს, რომ ტვირთები, რომლებიც აქამდე საქართველოს ტერიტორიის გავლით მოძრაობდა და ეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს, ამიერიდან ეს ტვირთები და უახლოეს მომავალში თავად აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით იმოძრავებს და საქართველოს აქაც კარგავს საკუთარ მნიშვნელობას და დატვირთვას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოზიცია ვერ გაგვაქვს პრაქტიკულად აი ამ საერთაშორისო ფორუმებზე და კონფერენციებზე. და ტრამპის მშვიდობის საბჭო, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მშვიდობა ხომ ქართული ოცნების აი მთავარი ლოზუნგია. და მშვიდობის საბჭოზეც კი არ მიიწვიეს ის და გამორიცხული არიან და ყველაფრის მიღმად განან. რა იწვევს ამას თქვენი აზრით? ეს გავაანალიზოთ, ძალიან გთხოვთ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. პირველი ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. აბსოლუტურად დაკარგა საქართველოს ფუნქცია, რა თქმა უნდა. არ ვიცი, საქართველოს შეჯერებით საქართველოს კი, მაგრამ ეს არაბიზაცია, ეს პოლიტიკა არ ვიცი, იაგვარის, კარგი არაფერი არ ხდება. და სხვათა შორის როა მე მგონი, რომ რუსეთს ავილაპარაკოთ რა, ჩვენ აქეთ მოვხდით. მადლობთ. გასაგებია, მადლობა თქვენ შეფასებისთვის. თითქმის ვერცერთ ქვეყანასთან, ვერცერთ კავშირთან ვერ ახერხებს საქართველოს საგარეო გუნდი ურთიერთობების ნორმალიზებას და დამყარებას, ერთადერთი რაც კარგად გამოსდით არაბულ ქვეყნებში კი ნამდვილად წარმატებით მუშაობენ და აი ამის შედეგად არაბულ ქალაქებს ვიღებთ. დანარჩენი იზოლაციაში ვართ, ყველგან აი ბატონმა რუსეთი ახსენა და ამ რუსეთთანაც კი ვერ დაიწყეს საუბარი ელემენტარულზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით რაღაც ყინული დაიძრას. აქაც კი არანაირი წინსვლა არ არის. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? მოგესალმებით, დიახ. რა განაპირობებს თქვენი აზრით საქართველოს წარუმატებლობას საერთაშორისო ასპარეზზე? მე დიდი გულის ტკივილით ვსვამ ამ შეკითხვას, არავინ არ იფიქროს, რომ ეს მიხარია, პირიქით მწყინს. იცით რა? დიახ. შემიძლია 1000 მაგალითი დავწერო. დიახ. დაგმო. ეს ჯუქი მაგ ინისტრი რომელიც ბაღები და წელს ის ქვეყანა და რამა კაბინეტში ყურა ანას ციფრინა გოუსრეთ კეთილი. გავიგეთ ნაწილობრივ თქვენი სათქმელი, ცუდად ისმოდა. მადლობა ზარისთვის. 557 88 55 88.
თქვენი აზრით რა განაპირობებს საქართველოს წარუმატებლობას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდზეა აქცენტი ბუნებრივია, სულ ახლა რაც ხდება მსოფლიოში. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირველად საქართველო არ მიიწვიეს, ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანაა წარმოდგენილი. ტრამპის მშვიდობის საბჭოზე, ხაზას მშვიდობის საბჭოზე არ მიიწვიეს საქართველო და მიწვეული არიან სომხეთი, აზერბაიჯანი. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში სატრანზიტო ფუნქციას დაკარგავს საქართველო და ის ტვირთები, რომლებიც სომხეთის და აზერბაიჯანის მიერ სწორედ ჩვენს მიწაზე გადიოდა, აღარ გაივლის აქ და პირდაპირ დაუკავშირდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს. აი ამ თემებზე, ბოლო სიახლეებზე რას ფიქრობთ და რისი ბრალია ეს, რას უნდა მივაწეროთ? იმას ხომ არა, რომ ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას ეკონომიკური გუნდი ეკონომიკურ გუნდთან ერთად საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი არ უარგა და ვერანაირი დიპლომატია ვერ შექმნეს და ვერ აწარმოეს ვერავისთან. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. გააჩნია რაც იგულისხმებს წარმატებულობაში. ხო მაგალითად უკრაინასავით წარმატებულები იქნებოდით, ხალხი აღარ გვეყოლებოდა. სხვის დაკროლზე როცა კარგად ცეკვავ გაქებენ. კარგად ზანდებოდა. დიდი მადლობა, ზუსტად ამაზე ვისაუბრე გადაცემის დასაწყისში. მე რომ ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითი უნდა ვნახოთ. არ ვამბობ რომ ახლა უნდა მიუბაძოთ ყველა ქვეყანას, მაგრამ ისრაელის მაგალითი, აზერბაიჯანის მაგალითი, რომლებიც თავიანთი პოლიტიკით და თავიანთი დღის წესრიგით მიდიან, არავის დაკრულზე არ ცეკვავენ. მაგრამ სოფლიო დონეზე საკუთარი ინტერესები ყველგან გააქვთ და ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ამის თქმა მინდა. და აქვე ისიც არ მინდა გამომივიდეს, რომ ახლა სწორია, რასაც ქართული ოცნება შიგნითში და პოლიტიკური თვალსაზრისით აკეთებს. მაგალითად ის, რომ მოკლა თავისუფალი სიტყვა, მოკლა პროტესტის უფლება, გააქრო პოლიტიკური პარტიები და საგარეო თვალსაზრისით იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური ენა გამოძებნონ, ტრამპს ეუბნებიან, შენო deep state-ის მიერ ხარ მართულიო. და ყველა ვინც სიტყვას იტყვის საქართველოში არაფორმალური ოლიგარქიის მმართველობის ქვეშ ხარ თუ რაღაც აი ესეთ ტერმინები დანერგეს საპასუხოდ. ეს სწორია თუ არა, ეს პოლიტიკა შედეგს გვაძლევს თუ არა ქვეყანას. თორემ ქართული ოცნება რომ სანქციებში და იზოლაციებში ექცევა, ამაზე შეიძლება გული არც არავის შესტკიოდეს, მაგრამ ქვეყანას რა მდგომარეობაში აგდებენ, ეს შევაფასოთ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა მოგესალმებით. დიახ. აი ახლა კარგად მომისმინეთ. საქართველო სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული საქართველო ჯერჯერობით. დედამიწაზე არის ერთ-ერთი პატარა ოჯახი. ხო, ოჯახი. დიახ. ავიღოთ ჩვენი აი ნებისმიერი ოჯახი, მინდა სოფლად, მინდა ქალაქად. თუ სამეზობლოსთან არ იქნები კარგად, შენ გაუნათლებელი. ჩვენი ხელისუფლება არის გაუნათლებელი. მეძღავნმაშვილები და საფხარიძეები არიან ხელისუფლებაში. აი რა უნდა მოვკითხოთ? განათლება არა. განათლება ნიშნავს დიპლომატიას და ასე შემდეგ. აი გაუნათლებლები არიან. კარგად ზანდებოდი. გასაგებია თქვენი სათქმელი, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს დანერგეს ტერმინი ხელისუფლების მხარდამჭერმა ცნობილმა სახეებმა და თავად ხელისუფლებაც ამბობს, რომ deep state-ის მიერ მართული ტრამპიო. მანამდე ბაიდენზეც იგივეც ამბობდნენ, რომ deep state-ის მართული არისო და 20 იანვარს ტრამპი რომ გაიმარჯვებს, შემდეგო აი ნახავთ როგორ დაალაგდება ყველაფერიო, მაგრამ ტრამპმაც არ მოიწონა ის ყველაფერი, როგორც ჩანს ახლა. მშვიდობის საბჭოზე საქართველოსაც არ იწვევენ და ბევრი შეზღუდვები გვაქვს. სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთობები ეს არ აღდგენილა ტრამპის მოსვლის შემდეგ. ანუ ტრამპსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება შიგნით რასაც საკეთებს. რასაც გვიკეთებს ქართულ ხალხს. ჯერ უღრმავესი სოციალური ფონი გვაქვს. თვითონ ჩაიგდეს ხელში სასამართლო, ბიზნესი, მედია და ფეოდალიზმი დაამკვიდრეს. და ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, ყველაფერს ზღუდავენ. ტროტუარზე დადგომისთვის ხალხს იჭერენ და უსჯიან არნახულ სასჯელს. ეს არაადეკვატური საქციელია. ვიმეორებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირველად საქართველო არ არის წარმოდგენილი. ტრამპმა არ მიიწვია საქართველო მშვიდობის საბჭოზე. დღეს სხვათა შორის 20-მდე ქვეყანამ ხელი მოაწერა მშვიდობის ახალი საბჭოს რეზოლუციას.
და წესდებას უпростоრად. აქვე ცნობილი ხდება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში ეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერდა, რომ ტვირთებს საქართველოს გავლით აღარ გაიტანენ და აღდგება პირდაპირ მიმოსვლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბევრი პრობლემა გროვდება და რა განაპირობებს საგარეო კუთხით აი ამ წარუმატებლობებს? ეს არის ჩვენი შეკითხვა. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. რა მინდა რომ აღვნიშნო, რომ მეგონი კითხვარი არასწორად დასმული, შეიძლება საკაცობრიო საერთაშორისო ხმამაღლა ისაუბრეთ, ცუდად ისმის. გესმით ხა? ხმამაღლა ისაუბრეთ, ისმის. ხო, ანუ მაგალითად საწესამზე ვარ და შეიძლება მაგიტო ისმის არასწორად. ანუ თქვენ გახსოვთ ალბათ ტრამპის მოსვლაზე როგორ იყო ხალხი დამოკიდებული, რომ აი ლივი ტრამპი მოვიდეს და მე შეშველება და ისა და ესა და ათეშები. ქართული ოცნება უწყობდა ამ საზეიმო განწყობას მხარს. ბატონო? ქართული ოცნება ამბობდა თვითონ, რომ აი 20 იანვარს ტრამპი გაიმარჯვებს და ყველაფერი დაალაგდება. ხო, არა, მარტო ქართული ოცნება არა, ხალხში. კი, ხალხშიც დაინერგა. კი, გადმოსული და ანუ ისიც მინდა რომ საქართველოს რომ არ დაიმსგავსა ასე თქვა უკრაინას და ასე თქვა მათ დაკრულზე რომ არ იწეს ეს კანონულად შექმნილი არის ეს აი აზერბაიჯანი ცეკვავს დასავლეთის დაკრულზე და ომშია თქვენი აზრით, მაგრამ იწვევენ ყველგან და ურთიერთობები აქვს მსოფლიოში. და იმიტომ რომ აზერბაიჯანს აქვს დალაგებული სიტუაცია რუსეთთან. ჩვენ რატო ვერ ვალაგებთ ეს კითხვა გვაქვს ზუსტად. აზერბაიჯანი კავკასიაში უფროსად, ასე თქვა ჩვენი ენაზე რომ ვისაუბროთ რა. რუსეთი დასმული არის აზერბაიჯანი კავკასიაში. პირიქით დაპირისპირება აქვს რუსეთთან აზერბაიჯანს, ჩემო კარგო. ძალიან მწვავე ვითარება. არა, ეს დაპირისპირება არ არის მასშტაბების დიდი მასშტაბების. კარგით. ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს, რომ ახლა უკრაინის მსგავსად ომში რომ არ ვართ, იმიტომ მოგწყვიტეს ყველაფერს. არა. საგარეო პოლიტიკის აზრზე არ არიან. დიპლომატია არ იციან. ეს არის სიმართლე, მოდით ვთქვათ. მაინც და მაინც ეგრე ძალიან ჩემი აზრით ხმამაღალი ნაცნობია, რომ საგარეო პოლიტიკის აზრზე იყო დღეს საქართველოს უფრო მძიმე სიტუაციაში იქნებოდა. უფრო მძიმე რაღა გინდათ? 1-2 სენატორი და 1-2 ევროპარლამენტარი გასიტყვის მაგითი მე მგონი არ წდება, ხო? ბედი. კარგი, დიდი მადლობა. ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს. როდესაც ევროპარლამენტი რეზოლუციებს იღებს, იქ აბსოლუტური უმრავლესობა 650 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა აქვს ამ რეზოლუციებს. პირიქით უმცირესობაა, ვინც ამბობს, რომ ნუ არ დავაწესოთ ეს რაღაც გარკვეული რეზოლუციები არ მივიღოთ, მაგრამ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ ვართ წარმოდგენილი. რატომ თქვენი აზრით? ტრამპის მშვიდობის საბჭოში არ ვართ წარმოდგენილი. რატომ თქვენი აზრით? სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაალაგდა ამ ფონზე ჩვენი საგარეო პოლიტიკა ვერ მუშაობს და ვერ ახერხებს იმას, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა და სატრანზიტო დერეფნის როლი არ დაკარგოს საქართველოს. რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ უკრაინას არ გავართ, აი მეორე ზარი იყო ამ ქვეტექსტით და მოდით არ მოვატყუოთ ერთმანეთს, სიმართლე ვუთხრათ. ზარია. გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო ილია. დიახ. აი რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, აი იმის მერე ძალიან წყდება გული, მაგრამ იცით რა, აი ჩემი გადმოსახედიდან საქართველოს მუდმივად ჩანს რაღაც გზააბნეულივით. დამეთანხმებით ალბათ მე მის მერე მუდმივად რაღაც არავისთან არ გვაქვს სტაბილური პოლიტიკა. არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, არც დასავლეთით, არც ამერიკასთან. აი ბოლო დროს განსაკუთრებით. მე მგონი ქართული არასწორი პოლიტიკის შედეგია. ყველა უყურებს საქართველოს არასაიმედო პარტნიორად და შედეგი არის ის, რაც გვაქვს, არცად არ პატიჟობენ. არავინ ანგარიშს არ გვიწევს. ხო ხედავთ, აი ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში რა ხდება, აი ამერიკა ძლიერი ქვეყანაა. რა გაუკეთა მადუროს, კიდე ემუქრება კოლუმბიას, ემუქრება კუბას, მithვისება უნდა გრენლანდიის. აი მუდმივად ხდებოდა და დღესაც ხდება ძლიერი ჩაგრავდა სულს ქვეყანას და ჩვენ არავინ საიმედო, არავის ქოლგის ქვეშ ჩვენ არ ვიმყოფებით და ეს ჩვენ სიკეთეს არ მოგვიტანს.
მტრობა ძლიერ ქვეყანასთან, თქვათ, როგორიც არის რუსეთთან, მტრობა ჩვენ მეტად დაგვაზიანებს, ამ მტრობას ყოველთვის მეგობრობა ჯობია და აქ ბევრი ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგია ის მტრობა, რაც დაგვემართა. მართალია რუსეთი ეხმარებოდა აქ ბევრი გაუკეთებია აფხაზეთის მხარეს იბრძოდა, მაგრამ ისიც ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო და სწორი პოლიტიკით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ ვერ ხედავ სამწუხაროდ საქართველოში ასეთ სწორ გზაზე როდგა იდგას ისეთ პოლიტიკოსებს სამწუხაროდ და ღმერთმა ქნას რომ მალე იყოს. მადლობა. დიდი მადლობა თქვენს არესთვის. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვას მსოფლიო ასპარეზზე და რა განაპირობებს იმ რიგ წარუმატებლობებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროს ჩანს. ვეთანხმები ბოლოს არის ავტორს, რომ დიალოგი ყველასთან საჭიროა. ყველასთან, განსაკუთრებით ძლიერ ქვეყნებთან და გაერთიანებებთან საუბარი, პარტნიორობა საჭიროა. აქ არ ვსაუბრობ ჩვენ იმაზე, რომ სუვერენიტეტი უნდა შეგვილახოს ვინმე მან, გარე დირექტივები შევასრულოთ, არა, სულაც არა, მაგრამ ოქროს შუალედები არსებობს. ბევრი ქვეყანა ამას ახერხებს და ჩვენც უნდა მოვახერხოთ წესით. სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, რა თქმა უნდა, სასურველი და კარგი და აუცილებელია, მაგრამ მიუღებელია საერთაშორისო იზოლაცია და ჩაკეტვა ამ ქვეყნისა, ხომ? აი ამაზე ვსაუბრობთ და ქართული ოცნების რიტორიკამ, რომლებიც ამბობენ, რომ აი არაფორმალური ოლიგარქიის მმართველობის ქვეშ არის ყველა, ვინც გააკრიტიკებს ხელისუფლებას, აი ეს ტერმინები დანერგეს, ტრამპს, deep state-ის აგენტს და მართულს უწოდებენ. აი ასეთ მძიმე განცხადებებს, როდესაც გააკეთებ შენ, არანაირ დიპლომატიას არ გამოიჩენ, მაშინ რატომ უნდა ელოდო, რომ მშვიდობის ფორუმზე მიგიწვევენ? ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა იყოს მსოფლიოში. და ამ მშვიდობისთვის დგამ ნაბიჯებს, აი საბჭოს ქმნის ახლა, რომელიც გაეროს ალტერნატივა შეიძლება გახდეს. მშვიდობის საბჭოზეც კი არ იწვევენ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ აღარავის ჯერა მათი რიტორიკის. რომ ვითომ მშვიდობა უნდათ მარტო ამათ სხვას არავის, ყველა deep state-ის აგენტია და მარტო ესენი არიან სუფთა ხალხი. მხოლოდ არაბებთან დაალაგეს ურთიერთობა და ისიც რა შედეგებს მოუტანს საქართველოს, აგერ ვხედავთ ორი ქალაქის სახით. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით, გისმენთ? ესეთი საკითხია ჩემ გაგებაში და ჩემ აზროვნებაში. თუნდაც ეხლა ჩემ წინა ბატონმა რომ მოგახსენათ. სხვათა შორის აფხაზეთიდან იყოს არის მეხმარებიცანი. საქმეებისა. თითქოს ყველაფერს უარყოფს და ყველაფერში ამ თავრობას აკრიტიკებს. თქვენგან მოვისმინე ესეთი რამე, ვითომ ის რაღაცა მომწამლავი 4 ნოემბერს რო გამოიყენა ვითომ ამ თავრობამ ამაში მართლები გამოწკნენ. თუ დღეს ამათი ნაღდი დამსახურება და ყველასთან პატივისცემა არ არის. რითი პარპასობთ და რითი ლაპარაკობთ? თუ ამ თავრობამ იმდაც უკრაინის საბავი დაგებასოთ, იმდაც სხვა დანარჩენი ქვეყნებისა, გარეშემო ერთი ქვეყანა წყნარად და ამაში თქვის საყოფრო აურიოთ. ამას ღმერთი არ გაპატიებთ, რო იშოდეთ, ღმერთი. თორე გამიხსენებთ რამოდენიმე ხნის მერე. კარგად მოინიშნეთ ჩემი ნომერი და დამეპასუხეთ, როცა ამას მიხვდებით თქვენთან აშაუს. კარგად განგებოდეთ. მადლობა თქვენს არესთვის. დიახ. დიდი მადლობა ზარესთვის. 557-88-55-88 ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თქვენი აზრით რა განაპირობებს საქართველოს წარუმატებლობას საერთაშორისო ასპარეზზე? ალბათ ზოგიერთ მოქალაქეს, ვინც გვისმენს, რაც უკვე ვთქვი, ამის გაგონება არ უნდა და რამდენჯერმე მომიწევს გამეორება. მსოფლიოში არის არაერთი ქვეყანა, რომელშიც მშვიდობაა. და ეს ქვეყნები საკუთარ თავს მართავენ ისე როგორც თვითონ სურთ. სუვერენიტეტიც დაცულია, თვითმყოფადობაც შენარჩუნებული აქვს და ტრადიციებიც. არც ომია, არც სუვერენიტეტი დაუკარგავთ. მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელმაც ტერიტორიებიც კი დაიბრუნა და გააერთიანა ქვეყანა. არც ომია, არც სუვერენიტეტი დაუკარგავს აზერბაიჯანს. მე არ ვამბობ ახლა, რომ მაინც და მაინც უნდა მიუბაძოთ რამეში, ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ
სოფლიო დონეზეც მშვენივრად საუბრობს აზერბაიჯანი, ყველა ფორუმზეა, ტრამპის მშვიდობის საბჭოზეც არის მიწვეული, დავოსის ფორუმზეც დადის, საკუთარი ქვეყნის საქმეებს ალაგებს და ჩვენ ამას რომ ვერ ვაკეთებთ, ეს რისი ბრალია, ასეთი შეკითხვა გვაქვს დასმული. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, თქვენ სიტყვას გავაგზავნეთ. დიახ. აზერბაიჯანი არის პროგნოზირებადი სახელმწიფო. წლებია ერთი და იგივე თემით, საკუთარ ხალხზე ზრუნვით, შესრულებული სიტყვის, ნათქვამი სიტყვის შესრულებით უკაცრავად. დიახ. ჩვენ 13 წელია ყველა სტრუქტურასთან ჩვენი რაღაც არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებით დავკარგეთ მისასვლელი პირი ყველგან აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის ყველგან. ალბათ რაღაც ევაზებულებები არსებობასულეთ, აი შედიუს საკუთარ ხალხს რაც უკეთებ. აი მაღაროელებთან დაკავშირებული თემა, რიონის ხეობის თემა, გარეჯის თემა, 1000 რაღაცა, რა ვიცი 1000 აი ეს ბოლო ეს გამოშვება არ გამოჩვენა პატიმრების ის ქიმიური იარაღი და რატო დაგველაპარაკებია, აი კი საპირისპირო კითხვა. მე რომ ვიყო არ დაგველაპარაკებოდი. მე მგონი ეგრეა. დიახ. მადლობა თქვენს არისთვის. სომხეთი და აზერბაიჯანი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ ერთმანეთს, მათ განაცხადეს, რომ ტვირთები, რომლებიც აქამდე საქართველოს გავლით მოძრაობდა, მომავალში აღარ იმოძრაობს საქართველოს გავლით და ისინი გეგმავენ თავად სომხეთსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე პირდაპირი სატრანზიტო გზები გახსნან. კარგავს საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მნიშვნელობასაც. რა განაპირობებს იმ ყველაფერს, რომ ჩვენი სათქმელი, ჩვენი პოზიციები, ჩვენი ინტერესები ვერ გაგვაქვს და ვერ ვიცავთ ამ ყველაფერს საერთაშორისო ასპარეზზე. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა თქვენ. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს დროებითია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეხედეთ ხო, აგერ სამერ პარაპეტიანი გამოვუქეთ ციხიდან და სულ მალე რუსეთი ომს დაასრულებს და იქნება გასაგებია რომ დამთავრდება ეს გამბავი. და შემდეგ მიმოტრიალდება პატიცების სასწრაფოდ. ნიკოლ პაშინიანს დროთამოადენი ამ ვითომ წარმატებებს და ევროპისკენ სტრაფად. დასვავენ ათქმულმა სამერ პარაპეტიანს. ხოლო რაც შეეხება ალიეს, თავი რომ მეკონია, სულეიმან პირველი, ჯუნდებელი, ეგეთი მაგარი. კარგით, კორექტულად არ გინდა. საკუთრებით რომ იყო მკვდარია. მაგას იმ სოფლებს, იმ ყარაბაღს დაუბრუნებს სომხეთს, იმ სომხეთს, რომელიც უკვე იმის რუსეთის იქნება. ნუ კიდე შეიძლება ვასპურაკანის რაიონი ძალიან უყვართ ბატონი ალიევი თავის ქვეყანაში ტერიტორიები დაიბრუნა და ამით გახარებულია ხალხი. რამდენი წელი ისინი გადაიბრუნეს. და ეკონომიკური მდგომარეობაც ბევრად უკეთესია ვიდრე საქართველოში. თავისი წესე წარიმატებს. ჩვენ ყველანაირად ჭკვიანურად ვიქცევით, რომ არ გასწავთ, თუმცა უნდა ვესაუბროთ რუსებს. რუსების იქით თქვენ გზა არ აქვს. აი გარი ელეთა ევროპა და ის არის ტრულალა გავა. გასაგებია, გავიგეთ, ყველას უნდა ვესაუბროთ, რუსეთსაც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოქმედებები დავიწყოთ, დასავლეთსაც, აზიასაც, აფრიკასაც და გნებავთ არაბებსაც უნდა ვესაუბროთ მათ შორის, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მიწები გადავცეთ არაბებს. ზარია ეთერში, გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, გამარჯობა. სოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ეპატიჟებიან ისეთ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკას აღმავლობის გზაზეა, პარად აღმავლობის. ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკა არ არსებობს. ესენი კი გამოდიან და რაღაცებს იზრდებაო ეკონომიკა, არ გჯერათ ამის? ხო და მაგას გეუბნები ჩინო რომ არ რა თქმა უნდა არ მჯერა. რაღაცებს გოდიალობენ, მაგრამ ეს რომ რეალობა იყოს, ამათ არ დაპატიჟებდნენ, შენ როგორ გონია? და მე გუნჩი და შემოვედი ეთერში და ჩემი აზრი გამოვთი და დღესაც იგივეს ვიმეორებ. ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიცვალოს მართვის სისტემა. უნდა გამკაცრდეს მიგრაციის კანონი. სასწრაფოდ უნდა იქნეს აღდგენილი ფასების შექმნილი ფასების მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანო. აი მაშინ ეცვლება ქვეყანას და მაშინ დამთავრდება ხალხი აი ამ უბედურებისა. მადლობა თქვენს არისთვის. ინტერაქტივი შეკითხვა დღეს ასეთია, თქვენი აზრით რატომ ვერ
ახერხებს საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვას მსოფლიო ასპარეზზე, რა განაპირობებს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარუმატებლობას, სულ ბოლო ფაქტებს ვაფასებთ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირველად არ არის საქართველოს წარმოდგენილი ტრამპის მშვიდობის საბჭოზე, რომელიც გაეროს ალტერნატივა შეიძლება გახდეს, ყველა მიიწვიეს სომხეთიც, აზერბაიჯანიც, ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებიც და საქართველოს არა სატრანზიტო დერეფნის როლს კარგავს საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი იწყებენ საზღვრის გახსნას ერთმანეთთან. ეს განცხადებები კეთდება და ჩვენი დიპლომატია სად არის ამ დროს? ჩვენი დიპლომატიური გზავნილებია ერთადერთი, რასაც მე ვისმენ. ტრამპი Deep State-ის მიერ არის მართული. ესე იგი, ტრამპს მართავს Deep State და ერთადერთი ქართული ოცნებაა, ვისაც ვერ მართავს Deep State. ხო, ესეთი არ ვიცი რა ვთქვა, ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ერთი ახლა ხუთის უკანო და ახალგაზრდა კაცი არის. დიახ. რაებს ალაპარაკობდა რას? უკრაინაში ომში ვერ შევეცეთო, ამიტომ ამოგვაგდეს ჩვენო. აი ასეთი დაბალი დონე, როა და ასეთი ახალგაზრდა რო იქნება და ასეთი ცოტალი არ არიან. არიან ძალიან ბევრი ასეთი პროპაგანდის ქვეშ არიან მოქცეული. რასისტულელებს ლაპარაკობდა, კაცო, რასისტულელებს ლაპარაკობდა. თქვენ რას ფიქრობთ? მოდით დავანებოთ თავის მაყურებელს. ლაპარაკო რა მე? უიმე ვარაფერი. ომი არ შევერთეთ და მიტუ ასეთ მდგომარეობა. არ გინდათ სხვა რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს, თქვენ რას ფიქრობთ თავად ამ თემაზე? რა არის მიზეზები? თორე შეიცვალა, არაფერი არ შეიცვალა. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 557-88-55-88. პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს ტელე რადიო კომპანია ობიექტივი, საერთაშორისო მიმართულების საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენ და საინტერესოა თქვენი შეფასება იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბოლო დროს ხდება. მორიგი ზარია. თუ შეიძლება დაიცადეთ. სამწუხაროდ გაითიშა, თქვენი აზრით რა განაპირობებს საქართველოს წარუმატებლობას? გულის ტკივილი თუ ამბობ ამას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თემას ვეხებით ბუნებრივია დღევანდელ გადაცემაში ობიექტივის ეთერში და გისმენთ თქვენ, ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. მთელ საქართველოში ვმაუწყებლობთ ტელევიზიით, რადიო სიხშირეზე FM 105 და 1, ინტერნეტში კი ჩვენი სოციალური ქსელები არ გამოგრჩეთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდები YouTube-ზე, Facebook-ში და სხვა ქსელებში. ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ ობიექტივი, იქ კი ჩვენს ვიდეოებს, მასალებს და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას გაეცნობით. სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს გავლით ტვირთების გატანა უახლოეს მომავალში აღარ მოხდება და კარგავს შესაბამისად საქართველოს ამ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას. ზარია ეთერში გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. ძალიან კარგი ახალგაზრდა ბრძანდები. მადლობა. მინდა რომ შეგაგოთ ნამდვილად განათლებული ყველაფერი, მაგრამ არ გეკადრებათ ის, რომ ამბობთ, რომ ჩვენთან დემოკრატია არ არისო. როდესაც ესე იგი ტელევიზიები გაქვთ. ტელევიზიები, რამდენი ტელევიზია გაქვთ? თქვენი ფორმულა, პირველი და ასე შემდეგ. ჩვენთან დემოკრატია არ არის. სირცხვილი არ არის, მაგას თუ ამბო. კიდევ რა? ალბათონო, არ გათიშოთ. ქვეყანა მიდის არასამთავროებები და ის გოდიში ამ სიტყვაზე ტლიკინობენ, ვებს ლაპარაკობენ. ახლა კიდევ ქიმიური იარაღი გამოიყენესო და მაშინ რა იქნება? კარგად იყავით. კარგად, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. სიღრმისეულად არ იცნობთ საკითხს, ზედაპირულად უყურებთ, დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ. საქართველოში არსებული ყველა ოპოზიციური პარტია დღეს, ოპოზიციური ტელევიზია დღეს დახურვის პირას არის, იმიტომ რომ ხელისუფლება სულ სხვა მეთოდებით მოქმედებს, ისე კი არა რომ შეიჭრას ტელევიზიაში და სპეცრაზმით გამოყენებით დაარბიოს ეს არხი, არა. ფინანსურ პრობლემებს გიქმნიან. შენ თუ რეკლამას შემოგიტანს რომელიმე ხაც კომპანია, მივლენ იმ კომპანიასთან და ეტყვიან რომ არ ჩადო ამ არხზე ფული, თორემ შენ შეგექმნება პრობლემა და ეს კომპანია და ბიზნესი უარს ამბობს რეკლამის განთავსებაზე.
თუ ვინმე შემწირველი გყავს, თუ ვინმე დამფინანსებელი გყავს, მიდიან მასთან, ეუბნებიან რომ შენ შეგექნება პრობლემები, დაგიჭერთ, შეგავიწროვებთ და ეს დამფინანსებელიც გვერდზე დგება. გიქმნიან ფინანსურ ეკონომიკურ პრობლემას, რომ ვერ იარსებო. მოკვდე, გაუქმდე, დაიხურო. ყველა ოპოზიციური არხი ობიექტივის თამადობით გნება ვთქვათ, დღეს დახურვის პირას არის. ყველა ოპოზიციური პარტია გამქრალია, იმიტომ რომ არჩევნები ყალბდება. სისტემური გაყალბება მიდის არჩევნების. მაღალ დონეზეა ეს დაყენებული. აქაც ისე არ ხდება, რომ ვიღაც ავტომატით შევარდეს საარჩევნო უბანზე და იქ გაიტაცოს ყუთიან, დალეწოს ან ჩაყაროს ხელით ბიულეტენები. არა, იქაც სხვადასხვაწილი მეთოდებია. მიდიხარ სასამართლოში ამ ყველაფერს ასაჩივრებ? ვერაფერს ვერ აღწევ, იმიტომ რომ სასამართლო მათია. ბიზნესის წამოწყება გინდა, რომ რაღაცნაირად იარსებო? ვერაფერს ვერ გააკეთებ, ბიზნესი მათია. თვითონ დიდრდებიან, ყველა სხვას ძალით, სხვა მეთოდებით, აი ცბიერი მეთოდებით აღარებებენ და აღატაკებენ. ეს არის ფეოდალიზმი, რაც სახეზე გვაქვს. თუ გნებავთ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე იყოთ, ეს ყველაფერი დაიჯეროთ, კი ბატონო. და ჩვენ ახლა თუ სიტყვის თქმის უფლება მაინც გვაქვს, ეს დემოკრატიას არ ნიშნავს. ილაპარაკე რამდენიც გინდაო გეუბნებიან. მე მაინც ჩემი გზით მივდივარ, ვერც არჩევნებში მომიგებთო, ფულიც ჩემიაო, სასამართლოც ჩემიაო და მედიაც ჩემიაო, მედიის 99%. 5 ტელევიზია აქვს ერთ პარტიას, ქართულ ოცნებას. ზარია ეთერში გისმენთ. დიახ, მოგესალმებით, შულო ილია შარმობელი. მოგესალმებით. ესე კითხვა ასეთია, რომ რა განაპირობებს, ხო? წარუმატებლობას, პრობლემებს. წარუმატებლობას, ჩემი თორემ. კი ბატონო. რა თუნდა ამას დიდი განსაზღვრა. ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკას განსაზღვრავს მას გაბატონებული კლასების ინტერესები და ამ ინტერესების სწორ შეტაკებების დროს წარმოიქმნება კონფლიქტები და შეიძლება უმეტესად კონფლიქტებია. ეს აღსინებდა. ეს იგი ყველაფერი რაც მათ პოლიტიკაშია ეს არის პოლიტიკა აწყობილი ისე რომ ყველანაირი სტრუქტურა იყოს მაგათი რაც კი კაი რამეა დის ქვეყანაში ის არ გადააკეთდეს ხალხზე სიკეთე და მაგათ კონდეს ეს აი განაპირობებს თუ აგი ამ ფეგას განაპირობებს მეტი არის ახლა მე სხვანაირად რა ვთქვა დიახ. მადლობა ქალბატონო, თქვენი სათქმელი გავიგეთ, საერთაშორისო საკითხებზე ვსაუბრობთ. კარგი იქნება თუ ამ თემას გამოვეხმაურებით და არ გადავიტანთ ყურადღებას სხვა მიმართულებებზე, აი როგორც წინა ზარის ავტორმა. ამიტომ გთხოვთ, თქვენი აზრით, რატომ ვერ გაგვაქვს საკუთარი ინტერესები მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენს ინტერესებს რატომ ვერ ვიცავთ? საგარეო საქმეთა სამინისტრო რას აკეთებს? როგორ მუშაობს თქვენი აზრით? აქვთ საერთოდ დიპლომატიური უნარები? ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. მე ისეთი საფიქრია, რა თქმა უნდა, ეს ორი სიტყვი ძალიან ძნელია, ამაზე საუბარი და რაღაცა ჩამოყალიბებული სიტყვებს მოუყარო თავი ისე რომ ყველას დასაგები გახდეს, მაგრამ ესეთი ისტორიულ შედარებას გააკეთებდი. გახსოვთ ალბათ სოლომონ მეფე, ერთადერთი მეფე იყო იმერეთის, რომელმაც აკრძალა მონობით ვაჭრობა. და ის თავადები ვინც მაშინ გამოიჭირეს ამოდენიმე გვარები ამის ისტორიული მასალების შემორჩენილი გვაქვს ის წყალობით. თვალებს წრიდა, სიკვდილით არ ჯიდა, მაგრამ თვალებს წრიდა. გახსოვთ ხო ეს ისტორიული ფაქტი? განაგრძეთ გთხოვთ. ხო და ეხლა ჩვენ წარმოიდგინეთ მეფე არ გვყავს. და ყავს ის თავადები ვინც ქართულ გლეხებს სტამბოლის ბაზარზე მონებად ყიდნენ. აქეთ ნაშოვნი ფულებით მერე ჩამოტანილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ძირფასეული ხალიჩები და იმითი მოთავდნენ თავის სახლებს და ეგ მაშინ აქტიაობა ქონდათ და სიამწყვილობა. ეხლა აი მაგათ ხელში ვართ რა. ისინი არ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის გაყიდვაზე არიან აქცენტირებულები. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ხომ უნდა შეავსონ ბიუჯეტი რაღაცით. ყოველწლიურად 10%-ით გაწერილია, რომ უნდა მოიმატოს საჯარო სამსახურების წარმომადგენლების ხელფასებმა. პენსიონერების პენსიაც იმატებს ცოტათი ყოველწლიურად 20 ლარიდან, ზოგ შემთხვევაში ცოტა მეტით. და ფული ჭირდებათ. აღარ შემოდის ეს ფული იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა.
ვერანაირად ვერ იზრდება ეს ეკონომიკა და ახლა მოიფიქრეს, რომ ფული როგორ შემოიტანონ, წავიდნენ არაბებთან, შესციცინებდნენ თვალებში ამ არაბული ქვეყნის მეფეს, დაახპირდნენ, რომ გადმოგცემთ უზარმაზარ მიწებს საქართველოში, იქ ააშენეთ ქალაქები და გავყიდოთ ეს ყველაფერი. კი ამბობენ, მიწა არ იყიდებაო, ჩვენ 33%-ის მოცილე ვართო. არ შენი მიწის მოცილე როგორ ხარ 33%-ის, როდესაც ეს შენია ისედაც. აი აქ იმალება მთავარი ტყუილი. ეს არაბული ქალაქები ძალიან დიდი პრობლემაა, ყველა გადაცემაში ვეხებით სამწუხაროდ გვიწევს. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ, გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა, დიახ. აი მე უსმენ ყველა ტელევიზიას უსმენ და ყველა აქვთ უსმენთ. ეს ობიექტივს კი ბატონო. ისე რუსთავიოს, ისე ინეს და ისე ყველა ოპოზიციურ არხებსა და გამომაგეთი აზრი. დიახ. ძალიან მინდა რომ ყურადღებით მოусმინოს ყველა ქართულმა ხალხმა. კი ბატონო. ვამბობ, იქით გარბიან, იქით მუშაობენ, იქ ფული კეთდება. რა საქართველოში ფული არ კეთდება? მუშაობა არ უნდა, ჩემო შვილო. არ აპირებენ მუშაობას, იქით ურჩებიათ შორს წასვლა. და იქ არ მინდა გავლაზღო ჩვენი ქალები, იქ ხოცვები და იქ წუნდები და იქ მაიმუნობები. ახან სოფლებში სახლები ჩარიელია. მუშაობა არ არის არ უნდა. ბოსტანი რო ბოსტანია, ბოსტანი არა. აი ბატონო ჩემო, თუ შეიძლება გიპასუხებ. იქიდან რატომ? საქართველოში მიწების მეტი რა არის? სულ სხვა თემა გვაქვს დღეს ბატონო. სოფლები ჩარიელია, არ არის არაფრის გაკეთება არ უნდა. გავიგე, მადლობა, სულ სხვა თემა გვაქვს, მაგრამ იძულებული ვარ გიპასუხოთ, რომ ქართველები, ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები უცხოეთში წასული არიან და უმძიმეს სამუშაოს წევენ ქარხნებში და სხვადასხვა სამსახურებში, უმძიმეს პირობებში მოხუცებს უვლიან და როგორ მუშაობა არ უნდათ და იქ სათამაშოდ და გასართობად არიან წასული? აქ რომ ნორმალური ხელფასი იყოს, რითაც ოჯახ შეინარჩუნებდა ადამიანი, შეინახავდა უკაცრავად. რატომ წავიდოდა ის უცხოეთში? თვალზე ცრემლი მოздით უცხოელებს ქართულ სიტყვას, ქართულ ლაპარაკს, ქართულ ინფორმაციას რო გაიგონებენ, ენატრებათ ეს ქვეყანა და აქ უნდათ ცხოვრება. სოფლები რომ ცარიელია, ბატონო, პირობები უნდა არსებობდეს იქ რომ ადამიანმა იცხოვროს და მოიყვანოს მოსავალი და ღირსეულ ფასად ჩააბაროს და ამით რაღაც სარგებელი ნახოს. დღეს ისეთი მაფიაა მაღაზიათა ქსელებში, რომ სოფელში ფერმერმა რომ მოსავალი მოიყვანოს, ვერ აბარებს, იმიტომ რომ ამ მაღაზიათა ქსელებს ურჩევნიათ თურქეთიდან ჩამოტანილი ციტრუსი, ყურძენი, ირანიდან და არ ვიცი სხვადასხვა პროდუქცია გაყიდონ უცხოური. არ არის არანაირ დონეზე არსად ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო პირობები, ამიტომ გარბის ხალხი. და რატომ შემორბის აქ ინდოელი თქვენი აზრით? იმიტომ რომ ის ინდოელი ამ დაბალ ხელფასს კმაყოფილდება. თვეში $100 რომ გააგზავნოს საკუთარ ქვეყანაში, ეს უდიდეს თანხად ითვლება. იქ შესაძლებელია ამ ფულით არსებობა. ერთ ბინაში 12 ადამიანი ცხოვრობენ ინდოელები. არაფერს არ ვერჩი მე ამ ერს, დიდი პატივისცემა, მაგრამ მაგალითის სახით. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა, ბატონო ილია. გამარჯობა, ჩემო ბატონო, გისმენთ. მე ჩემი შეხედულებით ეს ასლარიანი ხელისუფლება, უკანონო ხელისუფლება. სიცრუე და ბოროტება მათ სულებში. ოდიში და საქართველოს მტრები არიან, ხალხი ფეხებზე კიდიათ, განსაკუთრებით უმრავლესობა კიდიათ ფეხებზე. რიგითი მოსახლეობა, პენსიონერები, აი ასე. სიცრუე ბოროტების განხორციელება, წერს ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო. სალადა სიცრუე ბოროტების იარაღია, დანტე ალიგიერი. აი ესენი არიან ხელისუფლების ბრალია. ჩვენს თემაზე რა სიტყვით, აი კონკრეტულზე. მე ყველაფერი დანაშაულია ხელისუფლების, ხალხი არაფერს შუაშია. სახელმწიფოს დავკარგავთ ასე მათ ხელში. დავკარგავთ. კი ბატონო, მადლობა, გავიგეთ თქვენი პოზიცია. 557-88-55-88 ეს ტელერადიო კომპანია ობიექტივია. პირდაპირ ეთერში ვმაუწყებლობთ და გვაქვს ასეთი თემა ინტერაქტივში. თქვენი აზრით რა განაპირობებს საქართველოს წარუმატებლობას საერთაშორისო ასპარეზზე? რატომ ვერ
გაგვაქვს ჩვენი ინტერესები და რატომ ვერ ვიცავთ ამ ინტერესებს მსოფლიოში. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენი მეზობელი ქვეყნები ყველა მიიწვიეს საქართველოს გარდა. ტრამპის მშვიდობის საბჭოზე სომხეთიც, აზერბაიჯანიც წარმოდგენილი არიან, საქართველო არა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა დავოსში თქვეს, რომ მალე საქართველო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციასაც დაკარგავს, რადგან თვითონ ხსნიან აი ამ დერეფანს და ამ ფონზე ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმით შემოიფარგლება, რომ Deep State-ის მიერ მართულ პიროვნებად მოიხსენიებენ ტრამპს, როგორც ბაიდენს და როგორც ყველას მთელს მსოფლიოში. ზარია ეთერში გისმენთ, სწორი გზით მივდივართ? გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. მე მგონი ჩემი აზრით ბატონო ილია, კარგი იქნებოდა წინიგზა თუ აღდგებოდა. რა თუ აღდგებოდა? უკაცრავად. მე მგონი არ იქნებოდა ცუდი. რა, კარგად ვერ გავიგე. რკინიგზა. ვისთან? აი, ჩემი და აფხაზეთში გავლით რუსეთთან. გავიგე. ხო და ეს ახლა მე რა იმას შემოეწონებოდა, ახლა ახალგაზრდა ბიჭი რო გალანძრე, თოილარმა ნაციონალმა ემანა. ხო, აი, მადლობა. კარგი, დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ და თქვენი სათქმელი ბრძანეთ პირდაპირ ეთერში. როგორ აფასებთ დიპლომატიაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობას საქართველოში? რა უნარები გამოამჟღავნეს მათ? გნებავთ თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ? გინდათ ჩვენმა ელჩებმა უცხოეთში? რა უნარები გამოიჩინეს, რითი გვასახელეს, რითი მოუტანეს სარგებელი ქვეყანას და ხალხს? ამ თემებზე ღიად ოდესმე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამ საკითხებს სახელმწიფო მედია დღის წესრიგში არ დააყენებს. და ჩვენ ხედავდით მთელი ამ თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში, რომ სააკაშვილს და სხვადასხვა პიროვნებებს, რომლებიც მართლაც უდები იყვნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციები ჯილდოებს აძლევდნენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, სააკაშვილს, გვარამიას და სხვებს. ამ კუთხითაც ვერ იმუშავეს, ვერც საქართველოს ინტერესები გაიტანეს მსოფლიოში, ვერავის ვერაფერი აუხსნეს, ვერაფერში ვერ დაარწმუნეს. ამასობაში ისე შეიტკბეს ძალაუფლება და სკამები, რომ წასვლა აღარ უნდათ, არჩევნები, სასამართლო, მედია, ბიზნესი, ყველაფერი ხელში ჩაიგდეს და შექმნეს უსამართლო გარემო შიგნით. და ვინც ამაზე ხმას ამოიღებს, ყველას იჭერენ. აქციის ჩატარება აკრძალეს, ბოლოს იქამდე მივიდნენ, თუ ნებართვას არ დაგრთავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არც ერთი მთავრობის დროს არ ყოფილა ასეთი. ყველაზე ცუდი მთავრობა, ვინც ყოლია, იმის დროსაც არ ყოფილა. და ჩვენ თუ კი ამას არ მოვიწონებთ, გვეტყვიან რომ ამ Deep State-ის აგენტი ხარო, ანუ გარედან იმართებიო, ან ნაცი ხარო, საერთოდ ამასაც კი დაგიძახებს ვიღაცა. ამ დროს ნაციონალებით და ყოფილი წევრებით იმ ძველი ხელისუფლებისა სავსეა ქართული ოცნება 95% ნაცმოძრაობიდან პორტირებულია მათ რიგებში. თუ რამე კრიტიკულ სიტყვი შენო მშვიდობა არ გნდომებიაო. თუ დაიწუნებ იმას, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის, აბაო, მიგინდაო. აი ესეთი ბავშვური არგუმენტები, არასერიოზული და არადამაჯერებელი უკვე გაცვდა ძალიან. ამაზე ყველაზე ერთგული მხარდამჭერებიც კი აღარ წამოეგებიან ქართული ოცნებისა, ვფიქრობ. ზარია ეთერში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით? რატომ გიკვით? მე ძალიან მაინტერესებს ქვეყანა რო იკარგება. თავისუფლება სად არის? სად არის უფროსები? სად არის მთავრობა? რო იძახით მთავრობა, უკან მთავრობა საერთოდ. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ვინმე გამოჩნდეს ნორმალური ადამიანი და ჩაუდგეს სათავეში და ხალხმაც უნდა შეუწყოთ ხელი ამ მთავრობას და მთავრობამ ჩვენ უნდა მოგვიწყოს ხელი, რომ წავიდეთ წინ. დიახ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, ხშირად ისმის ასეთი გაბრაზებული გამონათქვამები, რომ ესენი თუ არაო, აბა სხვა ვინო. ახლა შემობატონება თუ ბატონ მიხეილ ყაველაშვილზე, ბატონ ირაკლი კობახიძეზე, ბატონ მამუკა მდინარაძეზე და კიდევ ჩამოვთვალოთ გნებავთ რამდენიმე ადამიანი, მათზე უფრო მოხერხებული, განათლებული, დამსახურებული ხალხი თუ არ ყოლია საქართველოს, ნამდვილად დავღუპულ ვართ.
და გვყავს ასეთი ხალხი, მთავარია დავინახოთ, შევამჩნიოთ და შანსი მივცეთ. გვყავს ასეთი ხალხი. ძალიან ბევრი, თან მცოდნეები, დამსახურებულები, ეროვნულები, პატრიოტები. ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი გვყავს. მაგრამ დღეს ხელისუფლებას ხელში აქვს შაგდებული პროპაგანდისტული მანქანა, შეხვალ ინტერნეტში ერთი პროპაგანდა, მედიაშიც იგივე, ყველა მხრიდან ერთ აზრს უჭერენ მხარს და ამაში დიდი ფული იხარჯება და პროპაგანდა იმისთვის არის, რომ ზემოქმედება მოახდინოს მან ხალხზე და მუშაობს ყოველთვის ეს ალბათ კი არა მუშაობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც დგება დრო, როდესაც სიმართლე იმარჯვებს. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. სამშაბათს 7:30-ზე ჩვენს ეთერში უნდა გასულიყო ბადრი ნაჭყებია საავტორო გადაცემა ჩინური პანორამა. და ეს გადაცემა არ იყო ეთერში, არაერთმა მაყურებელმა თუ რადიო მსმენელმა მოგწერა მიზეზი, თუ რატომ არ გავიდა ბადრი ნაჭყებიას ეს გადაცემა ეთერში და მათ ვპასუხობ, რომ არსებობს გარკვეული მიზეზები, მათ შორის ტექნიკური მიზეზები, რის გამოც ბადრი ნაჭყებიას ჩინური პანორამა ამ ეტაპზე შეჩერებულია და ტელერადიო კომპანია ობიექტივი არიშურებს ძალისხმევას, რომ ეს გადაცემა კვლავ დაბრუნდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩინეთი დღეს საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და ობიექტივის ეთერში ეს ერთადერთი გადაცემაა, სადაც ჩინეთზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებზე მიმდინარეობს საუბარი. და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთადერთი გადაცემა შენარჩუნდეს და არსებობდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ობიექტივის ეთერში დაბრუნდეს ეს გადაცემა. მორიგი ზარია ეთერში ჩვენს საკითხებს უბრუნდებით. გისმენთ, ეთერში ხართ? ალო. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ გთხოვთ. კარგით, არ არის კავშირი, არ ესმის ჩვენი ხმა სამწუხაროდ ქალბატონს, იმიტომ რომ ტელევიზორის ხმა აქვს ჩართული და იქ აცდენაა გარკვეული. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? მოგესალმებით. რამშვიდობის ფორუმთან არის დაკავშირებული ცოტა გვიან ჩავხედა. დონალდ ტრამპი ქმნის მშვიდობის საბჭოს, სადაც მსოფლიოს ქვეყნები იქნებიან გაერთიანებული. იქ მიწვეულია თითქმის ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი, საქართველო არა. ეს გაეროს ალტერნატივა შეიძლება გახდეს, ასეთი მოლოდინები არსებობს, მაგრამ ჩვენი თემა ასეთია დღეს. რა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვა არ შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე? ეხლა ამ პასუხის გაცემა ესე ზუსტად არამდილებით ნამდვილად არ შემიძლია პასუხი გაგცეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე არც მსოფლიო მშვიდობის ფორუმის არაფერი არ მჯერა და არც მაგ ტრამპის მოწვევის არაფერი არ მჯერა, იმიტომ რომ მსოფლიოში რა ხდება, კარგად ხედავთ, რამდენი ადამიანი წყდება ამ მომებით და აი ამ უბედურობებით. რაც შეეხება საქართველოს არ მიწვება, ეს მათ პოლიტიკურ ინტერესში არის. არ ვიცი, რატო არ მიიწვიეს, შესაძლებელია რაღაც დავალება აქვთ სახელმწიფოზე მიცემული, რომ მათმა ეს შეასრულონ, ან არ შეასრულონ, ვერ გეტყვით ზუსტად ნამდვილად, ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად მე არ ამბობ. აზერბაიჯანს და სომხეთს რომ იწვევენ, ვთქვათ და საქართველოს არა აქ რაშია საქმე? აზერბაიჯანს და სომხეთს იწვევენ, იმიტომ რომ ზის მათ ინტერესში ეს ქვეყანა. აგერ ზანგეზურის გზა იხსნება და ტრამპი ლიდერობს, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით და არის რაღაც ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენ საშინაო პრობლემები რაც აგვაქვს, რა თქმა უნდა, ვიცით და მე მთავრობის წინააღმდეგ ნამდვილად არა ვარ მოხარული და თანახმა იმისა, რაც ეს ქვეყანაში ხდება, თუნდაც მიგრაციით და თუნდაც უბედურები და მთავრობამ უნდა გამოიწყოს ყურები და გამოახილოს ის თვალები და უნდა მოიქცეს ისე როგორც საჭიროა. დიდი მადლობა, დრო ამოგვეწურა ინტერაქტივისტვის განკუთვნილი სამწუხაროდ. მე ილია ჩაჩიბაია ვარ, დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ კვირას შევხვდებით უკვე ორშაბათს ერთმანეთს. აქვე გეტყვით, რომ წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ, ნათია მაზანაშვილი იწყებს ახლა, მისი ეთერიც ინტერაქტიული იქნება და იქაც შეგიძლიათ დარეკოთ, ვინც ვერ მოასწრო დღეს ჩემს გადაცემაში დაკავშირება. მადლობა, ნახვამდის.